მოგესალმებით ყველას. ჩვენ ვართ ნუკას ტაძარში. ხა ბატონი ბუბა მოგვიყვება ისტორიას. ჩანო არა? დარწმუნებული ხარ? აქედან სხვა რაღაცა ჩვენ. ის სავის ის კელები ამოწერია რაც. ეხლა ვარ ჩვენ კლარჯეთში, კარჩხლის ხეობაში. ეს ხეობა ცნობილი არის ორი დიდი მონასტრით, წყაროსთავითა და მიწნაძორით. ამ ხევის პარალელური ხევი არის ხანძთის მონასტერი, პარალელური ხევი არის ოპიზა, მერე ბერთა და პარეხთა, მერე ჯმერკი, მერე დოლისხანა. სულ მიყოლებით სულ სანონათრო ხევები. და კაცხლის ხეობაში არის ერთი ესე მარტო ეულად მდგარი ძეგლი, რომელსაც ადგილობრივები უწოდებენ ნუკას საყდარს. საისტორიო წყაროებში ცნობები მის შესახებ არ აქვს. არ ვიცით, არ ვიცობით რა იყო. ეხლაც ბევრი არაფერი ვიცით, მაგრამ აგერაი ფოტინემ ნათია ხიზანიშვილმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ეს უნდა იყოს წყაროსთავის მონასტრის, რომელიც არის გადაღმა, ერთგვარი ფილიალი, განდეგიუთა სამყოფელი, სადაყუდებლო, არა, უფრო სავანი ალბათ განდეგიუთა სავა. შორიდან კი პატარა ტაძარი ჩანს, მაგრამ შემოხლა თუ ისე პატარა, ეს ერთი და ორი განდეგილი ბერისთვის ალბათ არ იყო. რამდენიმე და ყოფილი იყვნენ ალბათ მინიმუმ 5 მაის, მეტი თუ არა, 5-დან 10-მდე ალბათ. ათარიღები მე-9 საუკუნიდან მე-9-1000 გვხვდება ათარიღება, მაგრამ უფრო მე-9 ალბათ. და ძალიან კარგად არის შემორჩენილი ძეგლი, ორნავიანი. ეს არის ალბათ ორნავიანი ბაზილიკა ეთქმის, ხო? ალბათ ორნავიანი ბაზილიკა. და პასტოფორიუმებით, ძალიან ორიგინალური ერთ პასტოფორიუმი ჩtildeო აღმოსავლეთი, რომელიც ორი გახსნილი თაღით უკავშირდება საკურთხეველსა და საერთო სივრცეს. შეიძლება ითქვას, რომ ერთი საკურთხეველით უკავშირდება, მეორე საერთო სივრცე, ეს ხო ასეც შეიძლება თქვა. ხო, ალბათ სამონასტრო ნაგებობებიც უნდა ვიგულისხმოთ. გარშემო ტერიტორიაზე და ამაზე მეტყველებთ შემორჩენილი მკვიდრად ნაგები კედელი შორი ახლოს, პატარა ხევი ჩამოდის აქა და ხევის გადაღმა. იქ ყოფილა ჯონ გადაიღე ის ნათელი. ხო. და უნდა შემოკლეს კიდე შეიძლება იყოს რაღაცა ანგრევები, ნაგებობები, იქნებოდა ქსენაკები შეიძლება ქვით ნაგები სულაც არა და ნაწილობრივ ქვით და ნაწილობრივ ხით. წყლით მარაგდებოდა ეს მცირე სავანე ჩამომავალი პატარა ხევში მოედინება წყარო და აქედან თვალმცირობით დრო საფხურში თუ შვება, არ ვიცი ალბათ არ შვება, მაგრამ თუ შვება კარცხლის ხევიც არ არის შორს და იქიდან ამოიტანდნენ თვალს. ტერიტორია ეს ფერდობიც და გადაღმა ფერდობიც არის დატერასებული, განსაკუთრებით გადაღმა ფერდობი. ეს ნიშნავს, რომ სამეურნეოდ იყენებდნენ ალბათ აი ამ სავანისთვის, ან ზოგადად სპაროსთავის მონასტრის კიციბო გამოყენებული ეს ბაღლენახები ექნებოდა სავარაუდოდ. ან ეს სავანე და ეს ტაძარი უკავშირდებოდა გაღმა მხარეს, სპაროსთავის მონასტერს, ძველი თაღოვანი ხიდი. ვერ გავიგე ახლა ეს თაღოვანი ხიდი ჩაქცეულია თუ ჩვენ სხვა ხიდით გადმოვედით. ეს დასამოწმებელი არის. ჩვენ გადმოვედით გატებული, მორედი იყო გატებული, ზედმეტ პატარა პიცარნაგი იყო მოწყობილი და იმით გადმოვედით, რომის ბურჯები ძველი უნდა ყოფილიყო, მაგრამ შალი ტყობით ჩანს ნაგები და მე რომელთან გადმოვედი, ქვითკილით არის ნაგები, სავარაუდოდ ის ბაქრიდია. უნდა დავამატო. ყოველში დიდი ქვითკილის ნაგები, ძალიან მაღალი ქვითკილის ნაგები თაღოვანი ხიდით უკავშირდებოდა. ულახლა ხამოვიდა საფრთხე პირველად.
შელესილი ყოფილა, დაზარი ყოფილა შელესილი, მოხატულობის კვალი არ არის, შეიძლება არც ქონდა მოხატულობა და აი ასეთი ძველი ძეგლისთვის საკმაოდ და იმის გათვალისწინებით რომ არასოდეს არ აღკინილა ფაქტურად დადარი, შეიძლება იქაშო სასაულია როგორც მოაღწია. აი ერთი თაღის ერთი სვეტი და ორი ქავი საერთოდ მორბოულია, მაგრამ მიუხედავად ამისა ეს ნავი მაინც მკვიდრად დგას. დაზარს უნდა ქონოდა ქვემოთა სათავსი, აი თავი, რომელიც იატაკით დონიდან ოდნავ აწეულია. და საინტერესოა მისი ფუნქცია, ან იყო ეს კრიპტა, ამატი, ან რაღაცა სამეურნეო დანიშნულების, საყოფაცხოვრებო სამეურნეო დანიშნულების სათავსი უნდა ყოფილიყო. ან სადუალე, ან რაღაცა სხვა ფუნქციის. ჩაქცეული ამის კამარა არის ჩაქცეული ნათხარია განდის მაძიებელთა მიერ, მაგრამ მადლობა რომელიც ისე გულდა გაფუძვლიანად არა. ნორვეულია ამის გადახურვა ჩაქცეული ალბათ ეს ამის კამარა სადვეისა. დანარჩენ დაზიანებები ჭერი არის ჩამორღვეული ორ ძირითად ადგილას, ესე იგი ერთი არის აკუქრული თავზე და მეორე გახვალთ აქეთ დასავლეთ მონაკვეთში. სიგრძლიანობა შეიძლება ითქვას, რომ ძალიან კარგად არის მოყოლილი იმ გათვალისწინებით რა პირობებშიც ვიცით. ამოყვანილი არის უზარმაზარი სუბსტრუქცია, რომელიც გარედან ჩანს, დრონის კადრებშიც კიდე განსაკუთრებით კარგად გამოჩნდება. ეს არის სამხრეთი მხარე და აღმოსავლეთი მხარე. ნაწილობრივ დასავლეთის. და მიდგმული არის, ესე იგი ჩრდილოეთით მიდგმული არის კლდეზე. ეს რაღაცა მიხუტებული ით არის კლდეზე. იქ ჩრდილოეთი მხრიდან აც ჩანს პოტაშელი. მე მაქვს ესეთი ტვეტიანი მოსაზრება, რომ ნუკა საყბარი დაურკვეველია, რატო ქვია ნუკა საყბარი და შეიძლება ეს იყოს უკან საყბარი და მართლაც წყაროსავის მხრიდან რომ შეხედავ, საყბარი არ ჩანს, ტაძარი არ ჩანს, ჩანს კლდე და ამ კლდით უკან არის ეს ეკლესიები. შეიძლება უკან საყბარი იყო და მეგან მივიღო ნუკა საყბრის ფორმა. თუმცა არ არის ამორიცხული, რომ რაღაცა ლუკა, რაღაცა სახელი იყოს და ვიღაცის სახელი დაერქვა რატომღაც, წმინდანი თუ პერის თუ ძნელი საფრთხემ თქვათ გარკვეულია მეგარ აჩანს. ფოტოშორის ეს იყო მიჩნეული დაახوار გაუბერე. არა, ეს იყო მიჩნეული ნიკო მარმა, რომელიც ისე გაჩვეულ მკვლევარი იყო 1920 წელს მოიარა მთელი ეს ტერიტორია. იმის მით რომ გამოებრაყმებინა ახლა და მიკვლეული გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების ტექსტი. და მან მოახდინა ლოკალიზება და იდენტიფიცირება ბევრი მონასტრისა, რომელიც ეხსენიება გიორგი მეჩილის კვლევაში, მაგრამ რამდენიმე ისეთი უხეში შეცდომა მოუვიდა და საინტერესოა რომ მაინც უხეში შეცდომა მოუვიდა იმ ორ მონასტერზე, რომლადაც წოდება ეს გრიგოლი სათაურში წოდება ხანძთისა და შატბერდის მაშენებლად. და მაინც ხანძთა და შატბერდზე მოუვიდა შეცდომა. და ამ ტაძარს პატარა სამონასტრო ტიპის კომპლექსი ცოტა თამამინათქვამია, თვლიდა რომ ეს არის ხანძთა. და შემდეგ დამაჯერებლად უარყო ეს მოსაზრება ჯერ პავლე ინგოროპამ და შემდეგ საბოლოოდ ეტილი დაუსვა ამ მოსაზრებას ვახტანგ ჯობაძემ, რომელმაც გააბარა პავლე ინგოროპას არგუმენტები და აფკიცა, რომ მეძებნებარე პორტის მონასტერი, რომელსაც რატომღაც სახელწოდება დაკარგული აქვს, უნდა იყოს ხანძთა. და ეს კი ვიად დაჭა. ხო, ფოტოშორის ხას მოსაზრებას იმდევრეკი. კარგი რა. ანუ იპოტმელელი ტაგებკარათა მტკიცებენ და ერთი პოლის ადრი? კაი, სადა. არა, ეხო, მაგრამ ციე. ხო,
და არის გავათქმული მოსაზრება, რომ ეს უნდა იყოს გუნათლის ვანი. დედათა მონასტერი, რომელიც იხსენიება გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში, მაგრამ ესეც არ არის დამაჯერებელი, იმიტომ რომ ასეთი მიუდგომელი ადგილი, ასეთი რთულად მისადგომი, სწორედ განდეგილი პერიოდის მამაკაცებისთვის უნდა იგულისხმოთ აქ დედათა მონასტერი, რა ვიცი, ფიზიკურად ძალიან აუჯერდებოდა დედათვადი. ესა. ყველაზე სარწმუნო გახლავთ მარტიას მოსასწრება, რომ აროსტავის მონასტრის კუთვნილი ეგრესოზებული განშტოება. ფრთემი, ასე ფრთემი, ანუ ფრთები, ასე იხსენიება ყაროში მონასტრებს ქონდათ ეს ფრთები, ასე ვთქვათ, ანუ განშტოებები და ესეთი ეფექტთა იყო ეს სულოსა. კი ბატონო. მაშინ ეხლა დავათვალიერებ გავივლი ადრეს და ნახოთ როგორი არის. ასტოპორიუმი პატარა. Hey baby, ala. Rabbas is on it. აი აქ აფსიდი ჩამონგრეულია, მაგრამ სახურავი რაღაც კარგად, მეტნაკლებად მაინც არის შემორჩენილი. და там მოპევე ნიკია გეუნელი. შეიძლება იდანეთ. Tapi kita mau trabalhar kita. Trabalhar kan juga kita ya, memang poli. Mereka busi menawan. აი მანდ გონატო პეტინებით. დო მადლობა ყურადღებისთვის.